ცხოვრებისეული შეხედულების კიდევ ერთ მაგალითს გეტყვი, რაც ცხოვრებამ დამანახა და მასწავლა. კიდე იცოდე როგორი იქნები, როგორი ფიზიკური, ფსიქიკური და მენტალური მდგომარეობა გექნება მომავალში. ეს ყველაფერი გამპირობებულია იმით, რომ როგორი წარსული მქონდა და როგორი მდგომარეობა გაქვს ეხლა. თუ შენ ეხლა სტრესულ მდგომარეობაში ხარ, დეპრესიაში ხარ, არ გიყვარს სიცოცხლე, არ აფასებ საკუთარ თავს და არ უხთხილდები შენთვის ყველაზე ძვირფას გრძნობებს და დროს, გამიჯერე რომ ეს ყველაფერი მომავალში შენს ფიზიკურობიდან, ფსიქიკურობიდან და მენტალურობიდან ყველაფერზე აისახება. შეიძლება დონეზე გაგანადგუროს, დონეზე დაგარტყას, რომ ფეხზე ვეღარ წამოდგე. ამიტომაც თუ გინდა რომ მომავალში ბედნიერი იყო, მომავალი არის ხვალინდელი დღე, უნდა დაიწყო ეხლა ამ წამიდან და შეცვალო შენი მიდგომა საკუთარი თავის სიცოცხლის, სიყვარულის აღქმის და დროის დაფასების მიმართ. როდესაც ამ ყველაფერს გაკეთებას დაიწყებ, დამიჯერე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საკუთარ თავს ვეღარ იცნობ, როცა სარკეში ჩაიხედავ. იმ დონეზე გაძლიერდები, იმ დონეზე მენტალურად და ფიზიკურად სხვანაირი ადამიანი გახდები, რომ შენ თვითონ გაგიკვირდება შენი თავის. დამიჯერე, ცადე, აუცილებლად გამოგივა, დაიწყე ცვლილება ეხლავე, არ გადადო, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი და აუნაზღაურებელი რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, არის დროს, როდესაც დაკარგავ, უკან ვეღარ დააბრუნებ. თუ გინდა რომ იყო 7 და გაწონასწორებული, ბედნიერი ასევე. როდესაც 7 და გაწონასწორებული ხარ, ბედნიერება საკუთარ თავში პოულობ, შენ თავს იყوارებ პირველ რიგში და მე ყველას, რა თქმა უნდა, დამიჯერე რომ ეს არის ესე თქვა ფორმულა ბედნიერების. როდესაც ამ ყველაფერს გააცნობიერებ, მიხვალ ამ დონემდე, ძალიან ამაღლდები, ძალიან და მე გაგახსენდება ჩემი სიტყვები, რომ ერთხელ მოისმენე ეს სიტყვები ჩემგან. წარმატებას გისურვებ. შენ ყველაფერი გამოგივა, მთავარია მოინდომო.